ნამდვილად რუსთაველის გამზირზე უკვე შეკრებილები არიან მოქალაქეები, ისინი ელოდებიან იმ მსვლელობას, რომელიც სულ ცოტა ხანში მივა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანამდე კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის წარმომადგენლები და მონაწილეები სოლიდარობის ნიშნად მოვიდნენ თეატრალური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე და უცხადებენ სოლიდარობას, უხდიან მადლობას, სწორედ ასეთი სკანდირება გვესმის, მადლობა ყველაფრისთვის და ამბობენ, რომ სტუდენტების ხმარის ძალიან ძლიერი და მკაფიო, ამიტომ მათ შეშინებას ვერც ჯარიმით, ვერც გარიცხვით და ვერც სხვა ტიპის ტერორით ვერავინ ვერ შეძლებს. თუმცა მანამდე უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც თვითმხილველი გვიყვება, ორი ადამიანი დააკავეს მერიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისინი არიან სტუდენტები და არიან აქციის მონაწილეები. ამასთან დაკავშირებით მეტი იცის თეამ, რომელიც ახლა უფრო მეტ დეტალს გვეტყვის, თეა გოგრიჭიანი არის ჩვენთან ერთად და რომ გითხრათ თეა, რა დაინახეთ და რას შეესწარით. ანუ მუზეუმის კაფეში ვისხედით მეგობრები, ძალიან ხმაური მოგვესმა, გარბოდნენ ვიღაცები და მე და ჩემი მეგობარი გავიქეცით, იმიტომ რომ ვიცით დაახლოებით ეს სიტუაცია, რომ კარგს არაფერს მოასწავებს. დაახლოებით თაბუკაშვილის და ჭანტურიას კვეთაზე უკვე პატრულს ყავდა გაჩერებული, მიდიოდა რაღაცა გაწიე გამოწიებ, ანუ პირველი ბიჭი აიყვანეს როგორც ვიცი და მერე აიყვანეს გოგო, ანუ გოგო იყო სრულ ისტერიკაში, ძალიან ვინერვიულად მე და ჩემმა მეგობარმა უნდოდა ხვევის წაყვანაც, მაგრამ იქ რაღაცა ბრძოლა იყო და არ გავატანეთ ხალხმა. სხვა დეტალების ამწუხარად არ ვიცი რომ ბავშვები არიან ფაქტობრივად, ახალგაზრდები და არანაირი წინაპირობა, ასე ვთქვათ, არ ყოფილა, როგორც მე მითხრეს მანამდე რაღაც სიტუაციას, რაც მოაყოლეს. რაღაც შეიძლება ამოიცნეს ერთ-ერთი მათგანი უბრალოდ პოლიციელებმა, როგორც აქტიური მოქალაქე, რომელიც აქ აპროტესტებს ხოლმე და ამიტომ მოხდა რაღაცა შელაპარაკება, არ ვიცი. კი ბატონო, როგორც ვიცით, უსაფრთხოებიდან და ოჯახიდან გამომდინარე, რადგან ისინი შესაძლოა არ იყვნენ ინფორმირებულები, თქვენ არ ახდენთ ამ პირების იდენტიფიცირებას, თუმცა დამატებითი დეტალები ხომ არ ვიცით, უშუალოდ იმ ფაქტთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, არ უწევდნენ ხო წინააღმდეგობას, мотиваცია რა იყო დაკავების თქვენი აზრით? არ ვიცი, როგორც მე მითხრეს, ნერვიულობდა ეს გოგო, როცა ბიჭი დაიჭირეს და იყო შესაბამისად ალბათ დაუმორჩილებლობა, იმიტომ რომ რაღაცა განიცადა არატანდნენ და ესე ხდება ხოლმე ძირითადად, როცა ერთს ვიღაცას გაეკიდებიან, დანარჩენები იცავენ და მოყვება ხოლმე ყველაფერს ეს ყველაფერი. მაგრამ ამ გოგოზე ძალიან ცუდად მოხდა, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად ძალის გადამეტებით ჩატენის მანქანაში და განწირულად ყვიროდა ეს გოგო. ძალიან ცუდი სანახავი იყო და არ ვიცი, ამ პოლიციას არ ვიცი რა უნდა ვუთხრათ, რა კომენტარი გავაკეთო ამაზე. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა უსმენდით თეა გოგრიჭიანს, რომელიც უშუალოდ შეეწრო ორი სტუდენტის, ორი ახალგაზრდას დაკავებას და მან თქვა, რომ ეს ადამიანები დააკავეს აბსოლუტურად უკანონოდ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მისი განმარტებით უკავშირდება პროტესტს. რაც შეეხება დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე აქციებს და დღეს უკვე პროტესტის ერთ-ერთი მთავარი კერა იყო თეატრალური უნივერსიტეტი და მისი მიმდებარე ტერიტორია. სოფო ზერაგია მსახიობი არის ახლა ჩვენთან ერთად და როგორც კულტურის სფეროს წარმომადგენელი ისე გვეტყვის, რას ფიქრობს იმაზე, როდესაც ყველაზე თავისუფალ ადამიანებს, პირველ რიგში სტუდენტებს და შემდეგ უკვე თეატრალური სტუდენტებს, რომლებიც არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასე სასტიკად ესხმის თავს რეჟიმი და უნივერსიტეტიდან გარიცხვა ემუქრებათ ხო ამ ადამიანებს. მისი მანიშნებელი და ინდიკატორია სოფო ეს ყველაფერი და მე მოვისმინე სტუდენტების პოზიცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც კი არ უკადრია ასეთი რა მოთქვეს. როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს? ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სტუდენტებს ჰქონდათ რექტორთან გიორგი შალუტაშვილთან ერთადერთი მოთხოვნა, რომ მას გამოეცხადებინა მხარდაჭერა ანდრო ჭიჭინაძისთვის. ანდრო ჭიჭინაძისთვის, რომელსაც აქვს ეს უნივერსიტეტი დამთავრებული და მერწმუნეთ მისი მხარდაჭერა არის ყველაზე ადვილი. იმიტომ რომ ის არის როგორც სამაგალითო სტუდენტი იყო, ისე სამაგალითო მოქალაქეა და ადამიანი. გიორგი შალუტაშვილს უბრალოდ შეეძლო ანდრო ჭიჭინაძისთვის გამოეცხადებინა მხარდაჭერა და აქ არანაირი პროტესტის კერა არ გაჩნდებოდა. მაგრამ გიორგი შალუტაშვილს ამისთვის არ ეყო არც ღირსება, არც სიმამაცე და არც პროფესიონალიზმი მე გეტყვით. მან თქვა და მისმა კოლეგებმა, რომ დაელოდებოდნენ სასამართლოს პასუხს. მე მაქვს კითხვა მათთან, რამ ერთ თვეზე მეტი აქ გრძელდება სასამართლო პროცესი, მე არც ერთ სასამართლოზე არ მინახავს, არც გიორგი შალუტაშვილი და არც მისი კოლეგები. მაშინ მიჩნდება კითხვა, როგორ გამოდის ესე იგი ის ანდროს არ ენდობა უპირობო და ვერ უცხადებს მისნაირ ადამიანს უპირობო მხარდაჭერას და მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლოს დასწრების გარეშე და დაკვირვების გარეშე უცხადებს ნდობას და ელოდება საბოლოო, ანუ არაპირებს სასამართლოზე მოსვლას. ეს კანტორა არის სინამდვილეში მათი საქმიანობა.
ყველაფერი არის სქემა, რითიც ერთმანეთს ინარჩუნებენ. ამ სტუდენტებს ახლა მარტო იმისთვის ესხმიან თავს, რომ მათ გამოავლინეს უდიდესი სიმტკიცე და პრინციპულობა, რაც ამ შენობას შეიძლება არც ახსოვს ისეთი სიმტკიცე და პრინციპულობა. ამისთვის ისჯებიან დღეს სტუდენტები და ჩვენ მათ ზურგს გავუმაგრებთ ბოლომდე, როგორც პატიმრებს გავუმაგრებთ ზურგს. და ჩვენ უკან არ დავიხევთ, იმიტომ რომ არის რაღაცეები, რაც იმდენად ცხადია, რომ სიმართლეა, რომ კითხვა აღარ დაესმის და დიახ, რასაც რექტორი გიორგი შალუტაშვილი ახლა ჩადის, ამ საქციელს ორი მხარე არ აქვს. ეს არის უღირსობა და ეს არის არაპროფესიონალიზმი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ვუსმენთ მსახიობ სოფო ზერაგიას, რომელიც პირველ რიგში სოლიდარობას უცხადებს იმ სტუდენტებს, რომლებიც არიან ახლა აქ შეკრებილები და მათ შორის განსაკუთრებით თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მისივე განმარტებით არიან ყველაზე დიდი თავისუფლების სიმბოლო ახლა და როგორც მან ასევე აღნიშნა, ამ შენობას არ ახსოვს გამბედაობისა და სიმტკიცის ასეთი მტკიცე და მკაფიო მაგალითი და სწორედ ამიტომ ისჯებიან ეს სტუდენტები. ლევან აბდუშელიშვილი არის ახლა ჩვენთან ერთად, კულტურის სფეროს კიდევ ერთი წარმომადგენელი და მასაც ამავე კონტექსტში გვინდა რომ შევაფასებინოთ ეს პროცესები. რას ფიქრობთ იმაზე, რასაც ახლა აკეთებს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც დადგა თვითგამოცხადებული ხელისუფლების მხარეს და რომელმაც ისიც კი გაბედა, რომ სტუდენტებისათვის სავარაუდოდ, როგორც ვთქვით, ჯერ არ არის შეჩერებული სტატუსი, თუმცა განიხილება ხო ეს საკითხი. რისი მანიშნებელია, თუნდაც ეს ყველაფერი მათი დაშინების მიზნით კეთდებოდეს და საბოლოოდ არ დასრულდეს ამ სტატუსის შეჩერებით. ხო, ეს პროცესი შეფასებასაც აღარ ექვემდებარება, ახლა მკითხულობის სტატუსს ძველი კინო პროფესიონალები 90-იანი წლები ვისაც ახავს, იმ დროსაც კი არ ყოფილაო და იმ დროსაც კი თქვათ ლექტორები იდგნენ ისე ერთად, რომ ანუ სტუდენტის გარიცხვა უნდათ რაღაც სხვა რიგი მიზეზების გამო, მაშინაც კი ვერ შეძლეს. ანუ დღეს, არ ვიცი, ისეთი სახელმწიფო და ისეთი მდგომარეობა შეგვიქმნეს, რომ არ ვიცი, რა ჭირთ ამ ადამიანებს, საერთოდ ვერ ხვდები, რექტორზე არ არის მარტო საუბარი, იქ მომუშავე პერსონალი კიდე და ის ადამიანები, ვინც ვერ ხვდებიან ემპათია რა არის და ყველამ ვიცით ხო, აქ სად არის შავი, თეთრი, ასე შემდეგ, ხო? რაც ხდება აქ არა აქვს მნიშვნელობა შენ რომელ მხარეს ხან რა პოლიტიკური გემოვნება გაქვს, ხო? ეს არის სტუდენტი, რომელიც არის მომავალი, ხო, ამ ქვეყნის და ამ პროფესიის და რა ვიცი, სტუდენტები თუ არ იქნებიან და გარიცხავენ თან ამ მიზეზის გამო, მე არ ვიცი ჯერ საერთოდ სხვა სტუდენტები როგორ ჩერდებიან ამის გამო ელემენტარული სოლიდარობა. ხო, ეს არის ის რაც მოიტანა ამ ხელისუფლებამ, ქართულ მომცემამ, რაც ჩანერგა ადამიანებში, რომ არანაირი ემპათია არ უნდა ქონდეს და ყველას, არ ვიცი, ყველა გადარჩენისთვის იბრძვის, მაგრამ არ იციან რომ პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ეს პროტესტი არ იქნება და თუ ჩვენ არ ვიქნები და თუ ჩვენ გაგვანეიტრალებენ, ეს მათაც შეეხება და მე უბრალოდ სამწუხაროდ გვიანი იქნება. უბრალოდ ხო, ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ და სოლიდარობა სტუდენტებს და სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ დგას და ვინც იბრძვის სიმართლისთვის, დემოკრატიისთვის და არის თავისუფლების, რაც არის ფუნდამენტი დემოკრატიის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ლევან აბდუშელიშვილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ემპათიის სიმწირე, ემპათიის ნაკლებობა. ახლა ასეთი მოცემულობა არის თეატრალური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე და მთავარი ადრესატი მიმართვის ამ ყოველფრის გარდა ბიძინა ივანიშვილისა, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში მიმართავენ ხოლმე აქციის მონაწილეები, ახლა ამ ყოველფრის ადრესატად იქცა რექტორი თეატრალური უნივერსიტეტის და მას მოუწოდებენ აქ შეკრებილი ადამიანები, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმტკიცე გამოიჩინოს, რადგან ძალიან დიდი სირცხვილია დაუპირისპირდე თავისუფალ ადამიანებს, დაუპირისპირდე სტუდენტებს და დაუპირისპირდე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. ახლა ჩვენ ვისმენდით სტუდენტების მიმართვას, ჯერ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოუწოდეს აქ შეკრებილ მოქალაქეებს და საკუთარი სათქმელი უთხრეს, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა თქვეს რამდენიმე სიტყვა ამ პროტესტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს მარში საბოლოოდ მივა დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააჟღერებენ საკუთარ სათქმელსა და პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ უკანონოდ დატყვევებული ადამიანები და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები.